თუ ირანი დაეცემა შუა აღმოსავლეთი მოულოდნელად უფრო მშვიდობიანი გახდება. სამწუხაროდ პასუხი შეიძლება იყოს არა. სინამდვილეში ისლამისტური ქვეყნები, რომლებიც ირანის ჩანაცვლებას ცდილობენ, შესაძლოა უფრო საშიშებიც კი აღმოჩნდნენ, ვიდრე მათი წინამორბედი. და რაც მათ ასე პრობლემატურს ხდის, არის ის, რომ ისინი დასავლეთის მოკავშირეებად გვაჩვენებენ თავს. იმ დროს, როცა ცდილობენ დასავლეთი გამოიყენონ იმისთვის, რომ შუა აღმოსავლეთზე კონტროლი მოიპოვონ. ნავთობი, ვაჭრობა და ყველაფერი, რაც ამასთან ახლავს. ამ კვირაში მათ საჯარო განცხადება გააკეთეს, რაც სწორედ ამას ამტკიცებს. 7 აგვისტოს საუდის არაბეთმა, თურქეთმა და პაკისტანმა მექაში ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმებაში წერია, რომ მათგან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა სამივეზე თავდასხმად ჩაითვლება. ერთი შეხედვით ეს თითქოს ირანისგან თავდასაცავად გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად უფრო მასშტაბურია. ხედავთ ირანის სწრაფად გარდავს ყველაზე დიდი საფრთხის სტატუსს ახლო აღმოსავლეთში. სიტუაცია სწრაფად იცვლება და ახლო აღმოსავლეთის ისლამისტურ ბასტიონებს სურთ დარწმუნდნენ, რომ შემდეგ სწორედ ისინი იქნებიან კონტროლში. ეს შეთანხმება სწორედ ამის გამყარებას ისახავს მიზნად, მაგრამ ეს ქვეყნები საშიშები არიან და ძალიან უკმაყოფილონი არიან დასავლეთით. და სწორედ ეს არის ამ შეთანხმების ქვეტექსტი. მოგესალმებით მირაქეის შოუზე JNS TV-ზე. მოდით ვისაუბროთ, რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი. ასე რომ, 28 თებერვლის შემდეგ, როცა აშშ-მ და ისრაელმა ირანს ბირთვული შესაძლებლობების მოსაშორებლად შეუტიეს, სპარსეთის ყურე არ გაჩერებულა და მუდმივად იწვის. ირანის რაკეტებმა და დრონებმა არაერთხელ დაარტყეს საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურას. ჰუსიტების თავდასხმებმა გადაზიდვები შეაჩერა და ამერიკის უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ამას უნდა აეცილებინა, რეალურად არ ამართლებს. თუ ოდესმე გიკითხავთ, რატომ ეგუება ახლო აღმოსავლეთი იქ ამდენი ამერიკული ბაზის არსებობას ასე იოლად, ეს ნაწილობრივ ამის გამოა. 10 წლეულების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ამ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც უზრუნველყოფდა, რომ თუ რეგიონში ვითარება გამწოლდებოდა, ამერიკა დაეხმარებოდა ამ ქვეყნებს კონფლიქტისგან დაცვაში, ხოლო სანაცვლოდ აშშ-ს ექნებოდა სიტყვა იმაში, რაც იქ მოხდებოდა. სწორედ ამისთვის არსებობდა ეს ბაზები. ამის გამო იყო ისინი იქ, მაგრამ როცა ეს კონფლიქტი გამწვავდა, ის ქვეყნები, სადაც ამერიკული ბაზები იყო განთავსებული, ირანის თავდასხმების მთავარ სამიზნედ იქცნენ. საუდის არაბეთმა დააკვირდა მოვლენებს, რომლებიც სწორედ ამერიკული სამხედრო ყოფნის გამო არ უნდა მომხდარიყო და გააცნობიერა, რომ მხოლოდ ვაშინგტონზე დამოკიდებულება სტრატეგიად აღარ მუშაობს. ამას ისიც დაემატა, რომ მედია ტრამპს დასცინო და ამას ახლო აღმოსავლეთშიც მიაქციეს ყურადღება. ასე რომ, საუდის არაბეთმა დაიწყო ახალი ალიანსების შექმნაზე ფიქრი, რომლებიც შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს და ირანს არ მისცეს საშუალება კონფლიქტში ჩართოს ისინი. მათ სჭირდებათ, რომ ირანი შეკავებული იყოს და ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ირანი აკონტროლებს ჰორმუზის სრუტის მეორე მხარეს და მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი სწორედ ამ სრუტით გადის. თუ ირანს შეუძლია მისი ჩაკეტვა და მთელი მიმოსვლისა და გადაზიდვების შეჩერება, საუდის არაბეთის ეკონომიკა სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდება. ის უკვე სერიოზულ პრობლემებშია, რადგან ვიზია 2030 გეგმა ისე კარგად არ მიდის, როგორც მათ სურდათ, მაგრამ საუდის არაბეთი დამოკიდებულია ნავთობის სტაბილურ ექსპორტსა და სტაბილურ სავაჭრო მარშრუტებზე და ირანმა ეს ყველაფერი დააზიანა. მეორე მხრივ ეს მთლიანად ბიზნესისთვისაც ცუდია. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ისლამის ახალი უსაფრთხო სახე, ტურისტული ცენტრი, ადგილი, სადაც გსურს წასვლა, სადაც გსურს წასვლა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. მათ თავს ესხმიან და ახლო აღმოსავლეთის მომავლის ეს იმიჯი კარგად აღარ გამოიყურება. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ირანი საუდის არაბეთის მთავარი რეგიონული კონკურენტია და მიხვდებით, რატომ სურთ მათ ასე ძალიან, რომ ირანი პრობლემად აღარ არსებობდეს. მაგრამ სანამ ეს მოხდება, სჭირდებათ, რომ ირანმა შეწყვიტოს მათზე თავდასხმები. ასე რომ, მათ დაიწყეს საუბრები ახლო აღმოსავლეთის სხვა მოთამაშეებთან, რომლებიც შესაძლოა ირანის შეკავებას უკეთ შეძლებენ, ვიდრე ამას აშშ-ში ახერხებდა ამ კონფლიქტის განმავლობაში. და სწორედ აქ ჩნდება ეს შეთანხმება პაკისტანსა და თურქეთთან. შეთანხმება ამბობს, რომ ამ ქვეყნებიდან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა ჩაითვლება თავდასხმად სამივეზე. ეს არის ურთიერთდაცვითი ვალდებულება. ამის გარდა სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა და ტექნიკურად რას ნიშნავს ეს ასევე უცნობია. დიახ, თავდასხმა სამივეზე თავდასხმად ჩაითვლება, მაგრამ დაავალდებულებს ეს ქვეყნებს რეაგირებას. ეს ასე ნათელი არ არის. ხედავთ, ეს ჭკვიანურადაა გაკეთებული, რადგან ეს ძალიან გავს ნატოს ვალდებულებას, რომელსაც მივეჩვიეთ. ნატოს მეხუთე მუხლი ამბობს, რომ ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება, მაგრამ მეორე წინადადება ამ მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ქვეყნებს ავალდებულებს რეაგირებას. ნატოს აქვს 40 წლიანი ინტეგრირებული სამხედრო ინფრასტრუქტურა, სარდლობის სტრუქტურები, სადაზვერვო სისტემები, აღჭურვილობა და პროტოკოლები, რომლებიც მეხუთე მუხლს რეალურად ამუშავებს და დამაჯერებელს ხდის, როცა მას მიმართავენ. მაგრამ აქ ასე არ არის. რეაგირების ეს ვალდებულება ამ შეთანხმების ნაწილი არ არის. ამიტომაც ეს შეთანხმება ბევრად მეც ნიშნავს, ვიდრე მისი ტექნიკური დეტალებია. რა თქმა უნდა, ეს ირანსა და მთელ მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ ჩვენ, თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი ახლა კოორდინაციაში ვართ და უკვე ავირჩიეთ მხარე. და ჩვენ გეგმავთ, რომ ჩვენი სამივე ძალა გამოვიყენოთ ნებისმიერი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საქმე მხოლოდ შეკავებაში არ არის. ამ თანამშრომლობის მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა ვიდრე ეს. ირანის ნაწილი უბრალოდ საბაბია, რომელსაც ისინი ამ ყველაფრის ლეგიტიმაციისთვის იყენებენ, მაგრამ ამას მალე დაუკვირდებით, რადგან ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ სწორედ ეს სამი ქვეყანა.
საუდის არაბეთისთვის ეს საკმაოდ ნათელია. ამ შეთანხმებამდე, როცა საუდის არაბეთს ირანთან მოლაპარაკება, ან ახლო აღმოსავლეთზე გადაწყვეტილებების მიღება სურდა, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რა სურდა ვაშინგტონს. აშშ-ში იყო ერთადერთი სერიოზული უსაფრთხოების გარანტი, რაც საუდის არაბეთს ყავდა. ამიტომ საუდის არაბეთი ნებართვას სთხოვდა და კოორდინაციას ახდენდა ვაშინგტონთან და გადაწყვეტილებებს ვაშინგტონის დროის და პრიორიტეტების მიხედვით იღებდა. ეს ახლაც ასეა. მაგრამ ახლა საუდის არაბეთს ახალი პოტენციური პარტნიორები ჰყავს. თურქეთს აქვს სამხედრო ძალა, პაკისტანს ბირთვული იარაღი აქვს. თუ საუდის არაბეთს ირანთან მოლაპარაკება ან ირანული საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედება სურს, მას შეუძლია ეს გააკეთოს, რადგან იცის, რომ თურქეთი და პაკისტანი ამ პროცესში არიან ჩართული, რაც ნიშნავს, რომ საუდის არაბეთს მოქმედებისთვის მხოლოდ ამერიკული მხარდაჭერა აღარ სჭირდება. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ საბაბია. ეს შეთანხმება საუდის არაბეთს საშუალებას აძლევს თავის სპარსეთის ყურის რეგიონის ლიდერად წარმოაჩინოს. მექაში ამ ხელმოწერის გამართვით და სამი ყველაზე ძლიერი მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნის შეკრებით, საუდის არაბეთი მსოფლიოს ეუბნება, რომ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებში ჩვენ ვართ ლიდერები და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვართ რეგიონის სტაბილურობის სახე, არა ირანი და არა ისრაელი. და მისი დიპლომატიური ძალა და რეგიონული ლიდერობა გავლენას ახდენს. ეს ცვლის იმას, თუ როგორ უყურებენ სხვა ქვეყნები საუდის არაბეთს და როგორ უყურებს საუდის არაბეთი საკუთარ თავს. ამ შეთანხმებას ორი ფენა აქვს. სამხედრო ახსნების ფენა, მაგრამ მისი ქვეცნობაა ის, რისი წარმოჩენაც ამ ქვეყნებს მსოფლიოსთვის სურთ. და ამას ყურადღება მიაქციეთ. ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ს აქ გარეთ აგდებენ, სულაც არა. სინამდვილეში ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ აშშ-ს მხარი დაუჭირა ამ შეთანხმებას. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ერთ საკითხში ძალიან კაფიონი იყვნენ. ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ იქნება და აღარ იქნება მუდმივი უსაფრთხოების გარანტი ახლო აღმოსავლეთისთვის. ამერიკის ახალი როლი ისაა, რასაც სტრატეგები ინტეგრატორს უწოდებენ და არა გარანტს. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში უზრუნველყოფს ტექნოლოგიით და დაზვერვით, ეკონომიკური პარტნიორობითა და დიპლომატიური მხარდაჭერით ნებისმიერ რეგიონულ ძალას, რომელიც საკუთარ უსაფრთხოების პრობლემებს თავად გადაწყვეტს. ამერიკელი ჯარისკაცების საუდის არაბეთის დაცვის ნაცვლად, საუდის არაბეთი თავად იცავს თავს ამერიკული იარაღით, ამერიკული წვრთნითა და ამერიკული მხარდაჭერით. ეს ძალიან რისკიანი სტრატეგიაა. დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან 30 წლიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რომ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობებს ნორმალიზებს. ეს არის ბერკეტი, რომელიც მათ სჭირდებათ, რათა რისკი ოდნავ შეამცირონ. ვაშინგტონი ამბობს, თქვენ თავად ააშენეთ თქვენი უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ ეს გააკეთეთ ჩვენს ინტერესებთან შესაბამისობაში. თურქეთთან, ნატოს წევრ ჩვენს მოკავშირესთან და პაკისტანთან, რომელიც ირანის შეკავებაში და რეგიონის დასავლეთთან დაახლოებაში პარტნიორია. აშშ-ს სურს, რომ ახლო აღმოსავლეთმა თავად შეძლოს თავისი პრობლემების მოგვარება და ცდილობს დაეხმაროს ამ შეთანხმებების ფორმირებაში, მაგრამ თავად არ ჩაერიოს მათში. ის გრძელვადიან სტრატეგიას ეძებს, ქმნის დამოკიდებულებას, რათა მათ მოусმინონ, მაგრამ ამავდროულად დამოუკიდებლობასაც, რომ ჩარევა აღარ დასჭირდეთ. ეს ძალიან სახიფათო თამაშია და გავს იმას, რასაც ისინი ისრაელშიც თამაშობენ. პირველ შეხედვაზე შეიძლება კარგადაც კი ჟღერდეს. საუდის არაბეთი ირანს ამარცხებს. ბრწყინვალეა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის, რადგან აქ პარტნიორების არჩევაა საინტერესო. მათ აირჩიეს ორი მოკავშირე, რომლებიც ბუნებრივად ანტიდასავლურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი სტრატეგია ირანზე უფრო დახვეწილია და ამას ძალიან კარგად მალავენ, ეს ორი მოკავშირე თურქეთი და პაკისტანია. თურქეთი ისწრაფვის გახდეს ისლამური სამყაროს შემდეგი ლიდერი. მათ არ დაუიწყებიათ ოსმალეთის დროინდელი დიდება, როცა ისინი მართავდნენ და ახლა ამის დაბრუნება სურთ, მაგრამ ამჯერად ისინი უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ. ამისთვის ისინი ჯერ დასავლური ქვეყნების ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ. ამიტომაც შეუერთდნენ ნატოს და ასე შემდეგ. ამაზე წინა ეპიზოდებში ვცლად ვისაუბრეთ. ეს შეთანხმება მათ ანიჭებს სტატუსს და საშუალებას აძლევს გამოაცხადონ, რომ ისინი გახდებიან იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც მომავალში უხელმძღვანელებს ახლო აღმოსავლეთს და უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებასა და სამხედრო ინფრასტრუქტურას. ისინი, რა თქმა უნდა, ასევე იღებენ საკუთარ სამხედრო სამრეწველო სექტორის გაფართოებას და სტრატეგიულ თავისუფლებას. თურქეთის თავდაცვის კომპანიები ისარგებლობენ გაფართოებული კომერციული შესაძლებლობებით, როდესაც ალიანსი განვითარდება. თურქეთსაც ეძლევა შესაძლებლობა ააშენოს ნატოსგან დამოუკიდებელი სამხედრო სტრუქტურა, რომელიც არ ექვემდებარება ნატოს ხმის მიცემის პროცედურებს. თურქეთი ნატოს წევრია და ნატოს კიდევ 30 წევრი ჰყავს. ასე რომ, როცა თურქეთს სურს სამხედრო ქმედება განახორციელოს ან გადაწყვეტილება მიიღოს, მას სჭირდება ამ 30 სხვა წევრის დამტკიცება. მათგან ბევრს თურქეთისგან განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. ეს შეთანხმება თურქეთს აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად იმოქმედოს, როცა თავად გადაწყვეტს ნატოს დამტკიცების გარეშე. თურქეთს ეს არ უყვარს, მაგრამ არც მზადაა უარი თქვას, რადგან ეს აძლევს მას ალიანსს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ბუნებრივად მტრულ ურთიერთობაშია. აბა რას აკეთებენ ისინი? თუ თურქეთი საფრთხეს ხედავს და რეაგირება სჭირდება, თურქეთს შეუძლია ეს გააკეთოს საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ამ პაქტის მეშვეობით, ისე რომ ნატოს მოკავშირეებთან წინასწარ მოლაპარაკება არ დასჭირდეს. ეს მსოფლიოსთვის ძალიან საშიში ნაბიჯია და ყველას ყურადღება უნდა მიაქციოს ამას. ჩვენ გითხარით, რომ თურქეთი პრობლემაა და რომ ისინი აპირებენ ნატოს გამოყენებას. სინამდვილეში ისინი მისი ნაწილი არ არიან და ეს არის ამის მტკიცებულება. თურქეთს აქვს ძალიან საშიში იდეოლოგიები, უზარმაზარი სამხედრო ძალა და შესაძლებლობა რეალურად გაავრცელოს ისლამისტური იდეოლოგიები და ეს არის ის, რაც ყველას უნდა ესმოდეს.
მათი ამ შეთანხმებაში გაწევრიანება შეცდომა არ არის და სხვათა შორის არც პაკისტანის შემთხვევაშია ეს შეცდომა. პაკისტანი თავს ამკვიდრებს ახლო აღმოსავლეთის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში. ამავდროულად არის როგორც ჩინეთის მოკავშირე, ასევე ამერიკის პარტნიორი. ახლა პაკისტანს შეუძლია ვაშინგტონს მიანიშნოს, რომ ის სერიოზულია, სასარგებლო რეგიონული მოთამაშე და ამით დაარწმუნოს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ მათ მოусმინოს, რადგან იციან, რომ მათ სურთ მოკავშირეებისგან პასუხისმგებლობის განაწილება. ტრამპს სურს, რომ მოკავშირეებმა თავიანთი პრობლემები თავად მოაგვარონ და ყოველთვის არ სთხოვდნენ ამერიკას ჩარევას, ხოლო პაკისტანს შეუძლია ამ შეთანხმებაზე მიუთითოს, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ისინი ირანის მიმართ კოლექტიურ რეგიონულ შეკავებას ავითარებენ. ეს მათ დიდ ბერკეტს აძლევს და ასევე აძლევს არგუმენტებს, რომლებსაც გამოიყენებენ თუ ურთიერთობა გაცივდება, ან თუ პაკისტანს მოუწევს ვაშინგტონისთვის შეხსენება, რატომ არის ის მნიშვნელოვანი რეგიონში. პაკისტანი ასევე მილიონობით ემიგრანტის სახლია, რომლებიც მუშაობენ ახლო აღმოსავლეთში, დამოკიდებული არიან იქაურ სამუშაოებზე. ახლო აღმოსავლეთი ასევე უზრუნველყოფს პაკისტანის ნახშირწყალბადების იმპორტის უმეტესობას და ეს ალიანსი პაკისტანს აძლევს ადგილს მოლაპარაკებების მაგიდასთან, როცა ახლო აღმოსავლეთის გადაწყვეტილებები მიიღება. ეს იცავს პაკისტანის ეკონომიკურ ინტერესებს რეგიონში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი აღარ მეგობრობენ ძლიერებთან. ისინი თავად არიან ძლიერები. და ახლო აღმოსავლეთის ისლამისტების სამყაროში მთავარი რაც გჭირდება სწორედ ძალაა. ან სულმცირე, მისი აღქმა. ჩვენ არც კი აღვნიშნეთ, რომ პაკისტანს ბირთვული იარაღი აქვს, რის გამოც საუდის არაბეთს სურს, რომ ისინი შეთანხმებაში იყვნენ. ეს ფაქტი აერთიანებს სამ ყველაზე ძლიერ მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოს: საუდის არაბეთს სიმდიდრით, გეოგრაფიით და ისლამის წმინდა ადგილებით, თურქეთს, რომელსაც ნატოს რიგით მეორე ყველაზე დიდი არმია ჰყავს და 10-წლიანი პირდაპირი სამხედრო ჩარევების გამოცდილება. რაც ამტკიცებს, რომ ის რეალურად გადაადგილებს ჯარს და პაკისტანს, რომელსაც ბირთვული იარაღი და ომებში ნაბრძოლი არმია ჰყავს. ერთად ისინი მუსლიმურ სამყაროში ძალაუფლების სრულიად ახალ ცენტრს წარმოადგენენ, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ახლა როცა ვთქვი 3, სინამდვილეში 4-ია, რადგან ეგვიპტე ჯერ არ გვიხსენებია, მაგრამ არ ინერვიულოთ, ისინიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამ შეთანხმებაში შესვლაზე. ეს შეთანხმება ირანის შესაძლო დაცემის ფონზე შეიქმნა. ირანის რეჟიმი დასუსტებულია, შესაძლოა არასტაბილურიც და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ან მკვეთრად შეიცვალა, ახლო აღმოსავლეთის ძალაუფლების სტრუქტურა მალე შეიცვლება. საუდის არაბეთი ამ მომენტისთვის ემზადება. ეს დიდი ხანია მზადდებოდა. მონაწილე მხარეების თქმით, ეს საერთოდ არ არის ახალი მოვლენა. ამაზე უკვე 2 წელია მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რასაც ჩვენს კითხვას, რატომ ახლა? გარდა იმისა, რომ საუდის არაბეთს შესაძლოა ბირთვულ შეთანხმებაზე მოაწეროს ხელი აშშ-თან. ეს შეთანხმება რეგიონს ეუბნება, რომ როდესაც ირანის გავლენა შემცირდება, ჩვენ ვიქნებით ის ქვეყნები, რომლებიც ამ სივრცეში შევლენ. ჩვენ ვიქნებით ისინი, ვისაც ექნება ძალა. ჩვენ ვიქნებით ისინი, ვინც მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი ამბობენ, ჩვენ ვართ მუსლიმური სამყაროს მომავალი, არა ირანი, ჩვენ. საუდის არაბეთს სინამდვილეში არ იცის რა მოხდება ირანთან დაკავშირებით. რეჟიმი დასუსტებულია, მაგრამ ჯერ არ დაცემულა. ომი შეიძლება 1 წელიწადში დასრულდეს, ან 10 წლეულით გაგრძელდეს. ირანის ლიდერები სულ უფრო უკიდურეს მოთხოვნებს აყენებენ. ისინი მოითხოვენ ჰორმუზის სრუტის გახსნას, როგორც წინაპირობას ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ბლოკადა განუსაზღვრალი ვადით შეინარჩუნონ, ვიდრე მოლაპარაკებაზე წავიდნენ. და სამწუხაროდ ეს არ არის რეჟიმის ქცევა, რომელიც მზადაა სრულად დაეცეს. მაგრამ საუდის არაბეთი მხოლოდ ირანის კოლაფსის რისკისგან არიზღვევს თავს. ისინი თავს იმ შემთხვევისთვისაც იზღვევენ, თუ ირანი გადარჩება და ეს დაპირისპირება გრძელვადიანად გადაიქცეს. მაშინ როცა მექას პაქტი სამხედრო შეკავების საშუალებად იქნება. ამასთანავე მიმდინარეობს მუშაობა, რათა საუდის არაბეთის დამოკიდებულება ჰორმუზის სრუტაზე მთლიანად შემცირდეს. და როცა ვამბობთ საუდის არაბეთი ვგულისხმობთ მთლიანად ახლო აღმოსავლეთს, იქმნება ახალი საზღვაო მარშრუტები, რომლებიც ირანს გვერდსუვლიან. შენდება ახალი მილსადენები, რათა ნავთობი ხმელეთით გადაიტანონ და არა იმ ვიწრო ადგილებით, რომლებსაც ირანი შეიძლება გადაუკეტოს გზა. იქმნება ახალი ეკონომიკური დერეფნები, რომლებიც საუდის არაბეთს მსოფლიოსთან აკავშირებს ისე, რომ ირანის მიერ კონტროლირებად სკლებში გავლა აღარ არის საჭირო. ისინი ყველა ვარიანტისთვის ემზადებიან, მაგრამ ერთ შედეგზე არ აკეთებენ ფსონს, მათ შორის სამხედრო ალიანსზე, რომელიც იანის შეკავებას ემსახურება იმ შემთხვევაში, თუ ირანი ძლიერად დარჩება. ინფრასტრუქტურის შექმნა ირანის გვერდის სავლით, იმ შემთხვევაში, თუ ირანი კონტროლს შეინარჩუნებს, მაგრამ მტრულად დარჩება და ლიდერობის პოზიციონირება იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მოვიდნენ, თუ ირანი მართლაც დაეცემა. საუდის არაბეთი ერთდროულად 3 განსხვავებულ მომავალს აშენებს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგად ჟღერს, გახსოვდეთ, რომ ესენი დასავლეთის მტრები არიან, რომლებიც ძვირდებიან. ეს ახალი, უფრო დახვეწილი მტერია, ისეთი, რომელიც თავს მეგობრად, მოკავშირედ, დასავლეთთან თანხმდრებულად აჩვენებს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შორს არის ამისგან. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ამ შეთანხმების ხელმოწერა არ გამოიყენა ირანის წინააღმდეგ თავდაცვაზე სასაუბროთ. მან ეს, რა თქმა უნდა, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმისთვის გამოიყენა. მან ისრაელი არალეგიტიმურად და ბალფურის დეკლარაციის პროდუქტად მოიხსენია და მუსლიმებს ისრაელის წინააღმდეგ ერთიანი სამხედრო ფრონტის შექმნისკენ მოუწოდა. მან თქვა, სანამ პალესტინის საკითხი საბოლოოდ არ მოგვარდება, ისლამურმა სამყარომ ერთიანად უნდა დაუპირისპირდეს მათ.
ხედავთ, ამ შეთანხმების ნამდვილი სახე უკვე იჩენს თავს. რიტორიკა ერთი რამაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებიც ამას მოსდევს, რადგან ისინი ნამდვილად სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ტექნიკურად იგივეა, რაც ნატოს მეხუთე მუხლი, ურთიერთდაცვითი მუხლი. მან თქვა, რომ ისინი შექმნიან მინისტრთა კომიტეტებს, რომლებიც ნატოს მსგავსია. მან თქვა, რომ გენერალური მდივანი საუდის არაბეთში იქნება განთავსებული. მან თქვა, რომ ეგვიპტე შესაძლოა შეუერთდეს მას შემდეგ, რაც ტექნიკური საკითხები მოგვარდება. მან თქვა, რომ ეს შეთანხმება ირანს არ არის მიმართული. არამედ ფოკუსირებულია წითელი ზღვის უსაფრთხოებაზე და ჰუთების თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჰუთები, რა თქმა უნდა, ირანის გავლენის ქვეშ არიან. ისინი მუშაობენ ამ შეთანხმების განვითარებაზე. დიახ, ეს ჯერ კიდევ პრაქტიკაში არ არის განხორციელებული, მაგრამ ეს არის მიზანი. თუმცა კიდევ ერთხელ, მოусმინეთ ქვეტექსტს, რადგან ისინი გსურთ, რომ არასწორ საკითხებზე იყოთ კონცენტრირებული. პაკისტანი მიანიშნებს, რომ ეს ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვითად არის წარმარმოდგენილი, სინამდვილეში ისრაელის წინააღმდეგ და ანტიდასალურია თავისი არსით. საინტერესო დროა ახლა, როცა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთის ბირთვული შესაძლებლობების მიღება დამოკიდებულია იმაზე, შეუერთდებიან თუ არა ისინი შეთანხმებებს. არა, ეს არ არის უბრალოდ საინტერესო დრო. თურქეთიც არ მალავს თავის დამოკიდებულებას ისრაელსა და მთლიანად დასავლეთის მიმართ. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, მონაწილეობს უსაფრთხოების ჩაჩოს შექმნაში, რომელიც აშკარად ნატოსგან განცალკევებულია თავისი სარდლობის სტრუქტურითა და გადაწყვეტილებებისების მექანიზმით. მინდა ეს ძალიან ნათლად განმარტო. დასავლეთის ალიანსში ახლა არის ქვეყანა, რომელმაც არა მხოლოდ ღიად გააკრიტიკა დასავლეთი, არამედ აშენებს ცალკე სამხედრო სტრუქტურებს იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ისრაელს. და თქვენ ყველა მიცით, რომ ისრაელი ნიშნავს დასავლეთს. თურქეთი ერთდროულად ორივე ბანაკშია. პაკისტანიც ასე იქცევა. ის ჩინეთსა და აშშ-ს ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებს. და არ ვფიქრობ, რომ გადაჯარბებული იქნება იმის თქმა, რომ საუდის არაბეთის მეგობრები ბევრს გვეუბნებიან საუდის არაბეთზე. ანუ, თუ გსურთ ნახოთ რა მიმართულებით მიდიან ისინი, უბრალოდ შეხედეთ ბოლო კონფლიქტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ძალიან ნათლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. მათი კავშირი დასავლეთთან, ისრაელთან, მათი მხარდაჭერა და ახლა საუდის არაბეთი მათთან ომშია. ეს ყველაფერი გვეუბნება, რაც უნდა ვიცოდეთ. ეს შეთანხმება იურიდიულად არ ავალდებულებს არავის არაფრის გაკეთებას. ასეთი ტიპის შეთანხმებებს ცლები სჭირდებათ, რომ რეალური ოპერაციული შესაძლებლობები შექმნან, მაგრამ ეს არც ისე შორსაა. თურქეთს უკვე აქვს სამხედრო ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან. პაკისტანს ათასობით ჯარი ყავს გაგზავნილი საუდის არაბეთში. მათ უკვე აქვთ არსებული თავდაცვითი კავშირები. განცხადება ამ კავშირებს არ ქმნის, მაგრამ მათ ფორმალურად აფიქსირებს და მიანიშნებს, რომ ამ კავშირების გაფართოება შესაძლებელია და აუცილებლად მოხდება. თუ ეს სამი ქვეყანა მართლაც შექმნის ინტეგრირებულ სარდლობის სტრუქტურებს, გაზიარებულ სადაზვერვო სისტემას და კოორდინირებულ რეაგირების მექანიზმებს, მაშინ ჩვენ ვიხილავთ სამხედრო ალიანსს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში აშკარად ირანის წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აშკარად ისრაელის წინააღმდეგ და დასავლეთის დომინირების წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად ნატოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ძალიან რთულად არის. დიახ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მთლიანად საჩვენებელი ნაბიჯი იყოს. მათთვის უბრალოდ ძალის დემონსტრირების საშუალება, მაშინ როცა სინამდვილეში ეშინიათ. ირანისთვის სიძლიერის სიგნალის მიცემა რეალური შინაარსის გარეშე. მაგრამ ამ განცხადების არსი იმ ქვეტექსტშია, თუ როგორ პოზიციონირებენ თავს მომავალისთვის. ტექნიკური დეტალები, რასაც ისინი აკეთებენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჯაროდ არ აცხადებენ მექას პაქტის რეალურ მიზეზებს, ეს საკმაოდ აშკარად ჩანს. რა თქმა უნდა, ოფიციალური განცხადება და მიზეზი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ სურთ ამის აღიარება, ირანის შიში რეალურია და ამ ეტაპზე შემდგომი თავდასხმების თავიდან აცილება პრიორიტეტულია და ეს ლეგიტიმურია, ხომ ასეა. ასევე პრიორიტეტად აქვთ ინფრასტრუქტურის მომზადება ირანის გვერდის ავლით, თუ ეს კონფლიქტი გრძელვადიან ჩიხში გადაიზრდება და მომავლისთვის თავის დააზღვევა და ალიანსების გამყარება ძალიან ლოგიკურია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელსაც ისინი არ ამბობენ, სწორად ისაა, რომ ყველა ეს სამი ქვეყანა ემზადება იმისთვის, რომ ირანის ძალაუფლება შეიძლება კიდევ უფრო დასუსტდეს და ისინი ცდილობენ, რომ როცა ეს მოხდება, საუდის არაბეთი და მისი მოკავშირეები და არა ირანი ან დასავლეთი გახდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ სივრცეში შევლენ და მას გააკონტროლებენ. ერთი ძალის მიერ ახლო აღმოსავლეთის კონტროლის ეპოქა სრულდება. შეერთებული შტატები გადადის გარანტორის როლიდან ინტეგრატორის როლში, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ქმნიან საკუთარ უსაფრთხოების არქიტექტურებს. ისინი ურთიერთობებს დივერსიფიცირებენ, აშენებენ პარალელურ ინფრასტრუქტურას და იმყოფებიან სხვადასხვა შესაძლო მომავლისთვის მზადყოფნაში. რეგიონული ძალები სწავლობენ გადარჩენას ისე, რომ არ იყვნენ დამოკიდებული რომელიმე ერთ გარე გარანტორზე და ისინი ითანამშრომლობენ დასავლეთთან, მაგრამ ასევე ითანამშრომლობენ ჩინეთთან, ითანამშრომლობენ რუსეთთანაც, ითანამშრომლობენ ერთმანეთთანაც, მენ ერთმანეთთანაც, მაგრამ ისინი არც ერთ მათგანზე არ იქნებიან სრულად დამოკიდებული, რაც მათ ძალიან სახიფათო პარტნიორებად აქცევს. მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა ეს ფაქტი რეალურად მოქმედი, იქნება თუ არა მასში ნამდვილი სამხედრო კოორდინაცია, გაართულებს თუ არა თურქეთის როლი ნატოს. ეს ის საკითხებია, რომელთაც მომდევნო 2-დან 3 წელიწადში უნდა დავაკვირდეთ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები უფრო დიდი დამოუკიდებლობისკენ მიდიან, მაგრამ ასევე უფრო მეტი ძალისა და კონტროლისკენაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება კარგად ჟღერდეს, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რა არის ამ ყველაფრის აზრი, რას ჯერათ მათ, რა არის მათი როლი მსოფლიოში როგორც ისლამისტებს. და მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ალიანსები დიდი ხანია ემსახურება, შესაძლოა ისეთ დროს შევდივართ, როცა ეს უკვე აღარ იქნება სიმართლე. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, დასავლელებისთვის, რუსავლებისთვის, რომლებიც ამას უყურებთ? ეს შეგვახსენებს, რომ აშშ-ს ჩარევა ამ არენაზე სრულიად სულევური იდეა არ არის, როგორც მედიას შეიძლება უნდოდეს რომ დაგვაჯეროს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ძალის და შეკავების ჩვენების მნიშვნელობა უკვე მხოლოდ ირანს აღარ ეხება.
ეს ეხება მომავალს. და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ღმერთი გვერდით ყავს, როცა ეს ქვეყნები აშშ-ს მხარდაჭერას ემიჯნებიან და თვითდაცვაზე გადადიან, ცხადია, რომ ისრაელმაც უნდა გააკეთოს იგივე და თვალები ფართოდ გაახილოს, რომ არ დაივიწყოს. ირანი შეიძლება დიდი საფრთხე იყო, მაგრამ სხვა საფრთხეებიც არსებობს. მე ირი ერკე ვარ და მომავალ შეხვედრამდე.